მთავარი მე მინდა აჭარის მოსახლეობას ვთხოვო, დათო მოდი. მე მინდა აჭარის მოსახლეობას ვთხოვო და მინდა ვთხოვო გუბერნატორს. სადაც მივედი, შლანგბაუმი რო დააყენო სადღაც, ვიღაცა უცხოელის არის. აჭარაში პორტი, საქართველოში ელექტროენერგია და ვერსად აი როგორც აზერბაიჯანშია, თქვათ, ერევანშია ისე მიხვიდე და ეს დამტენები 1000-20 დააყენო ელექტრომობილების დამტენი ეს დიდი პრობლემაა საქართველოში ეს ჭირს რატომ ყველაფერი არის უცხოელების და ძალიან დიდი დრო ჭირდება რომ ელემენტარული რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ. მოდი ავიღოთ რუსთავის ავტობაზრობა. რუსთავის ავტობაზრობის 100% არის უკრაინელების. და იქ რაც ხდება ალახმა უწყეს. ადრე ქართველები მუშაობდნენ და ქართველს მრეცხავის მეც მანქანის ვერ ნახავ, რაზედაც გული მწყდება. რუსთავის ბაზრობაზე ქართველები შეიძლება იყოს 3% და დანარჩენი არიან რუსები და უკრაინელები და ღმერთმა იცის რა ჯულის ხალხია. ახლა მინდა ბატონ გუბერნატორს ვთხოვო. აჭარის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ევრო 5-ის ავტობაზრობა. მე ერთი კრუგი დავარტყი და ვხედავ რომ ქუჩა აყენია ავტომობილები. ვინც ამ ბიზნესია, ხო შეიძლება რომ ხელის შეწყობა კი არ გვინდა. ამ აჭარაში მაინც ქართველი კაცის იყოს ეს ავტობაზრობა. და ჩვენ თავაზობთ სახელმწიფოს და გუბერნატორს ხვალ ზეგ ჩვენ ოფიციალურად წარუდგენ ჩვენს პროექტს და აი ნახეთ ეს პროექტი ეს იქნება ავტობაზრობა 1000 ავტომობილზე გათვალისწინებული 1000-1500. აი უყურეთ ჩალვა მობრუნდი. აი უყურეთ. აი ეს გაკეთდება აი აქ შეხედეთ. ჩვენი ცენტრის მოპირდაპირე მხარე შეხედეთ. ახლა ვინმე არ მითხრას ესეც თურქს აქ ნაყიდიო და მე მინდა გთხოვოთ რომ ხვალ არ აყიდიოთ თურქს მაცალე. აქ 10 მილიონია ჩასადები.